თან მოდი, მაჩვენია ბარაიპოვე. ქათმებს აქ შემოიყვანს ჩვენ გამოგვიყვანს. სად გამოგიყვან, ჩვილო, გამოდით გარეთ. არა! მაგას ვიწყებ. იოგურტების ნაკრები 10 ცალია და ღირს ევრო და 29 ცენტი. გამრჩება ბავშვების გამოყვანამდე 20 წუთი, როცა რასაც მინდა იმას გავაკეთებ. სულ 20 წუთი. უკვე 6 თვე გავიდა, რაც ჩემი აუტანელი ოჯახი არსებობს და საჭიროდ ჩავთვალე, რომ რაღაცნაირად ჩემი აზრები, ემოციები, გეგმები, მოსაზრებები ამ ბლოგთან დაკავშირებით თქვენთვის გამეზიარებინა. ორი შეკითხვა ფიგურირებს ხოლმე კომენტარებში, როდესაც ვლოგის ეპიზოდებს გადავხედავ. ერთი ის, რომ რატო ქვია ვლოგს ჩემი აუტანელი ოჯახით და ხალხი მიმტკიცებს, რომ სულაც არა ვარ აუტანელი, ჩემი ოჯახიც და ეს ბავშვები ძალიან ასატანები არიან. მეუბნებიან, რომ ძალიან სასიამოვნო ადამიანი ვარ და კარგი ოჯახი მაქვს და რას ვერჩი ამ ოჯახს. ამ ოჯახს არაფერს არ ვერჩი, მაგრამ უბრალოდ მეტი იუმორი არის, მე მგონი მაინც საჭირო, იმიტომ რომ ეს ჩვენ ხომ აუტანლები ვართ და არა აუტანლები. უბრალოდ რა თქმა უნდა, ყოველს ცხოვრებაში და ჩემს ცხოვრებაშიც არის მომენტები, როდესაც მართლა იღლები, ეს პასუხისმგებლობები მძიმე ტვირთად გაწევს, მართლაც გაუსაძლისია, მართლაც აუტანელია, აი ჩემ აქმარმაც ადრე აღიარა, რომ ეს ბავშვები ხანდახან აუტანლები არიანო. ვერ გაექცამთლად მაგ სიმართლეს, მაგრამ რას ვიზამთ ახლა ყოველთვის ასატანები ყოველ წამს ვერ ვიქნებით. რაც შეეხება მეორე შეკითხვას, იმასთან დაკავშირებით, რატომ გამომაქვს ჩემი ოჯახის საქმეები გარეთ, ვიცავ იმ ზღვარს, რომლის იქეთაც ჯობს უცხოთვალმა არ დაინახოს ჩემი ოჯახის საქმეები და არაფერს ისეთს არ საუბრობთ, რაც ჩვეულებრივ სტანდარტულ ქართულ ოჯახში არ ხდება. როგორი იყო ეს 6 თვე? რა იყო სირთულე და რითი ხარ კმაყოფილი? ამ 6 თვის მანძილზე ვიყავი ფაქტობრივად უმუშაობდი. ხო მითვლება, რომ მე ვარ ამ ეტაპზე უმუშევარი. მაგრამ ასე თავს არ ვგრძნობ, იმიტომ რომ იმდენად დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს იმის მიმართ, რასაც ვაკეთებ, რომ რა ვიცი, გინც სამსახურში მივლია და გინც სახლიდან მიმუშავია დაახლოებით ეგ ვარიანტია. იმიტომ რომ უკავშირი იმდენად დადებითი, იმდენად პოზიტიური, იმდენად საქმიანი და იმდენად საინტერესო იყო ჩემთვის იმ ადამიანებისგან, ვინც უყურა ვლოგს, ვინცაც მოეწონა ან დაიწუნა და რაღაც შენიშვნები ჰქონდა. რომ მგონია, რომ ეს 6 თვე იყო ძალიან ნაყოფიერი. როდესაც ხარ ჟურნალისტი და სახლში მოდიხარ, შეგიძლია თავისუფლება მისცე, დაისვენო და მაინც და მაინც პროფესიულად არ იფიქრო ამა თუ იმ ქმედებაზე, დეტალზე თუ ასე შემდეგ, რასაც სახლში ხედავ, ხო? აი ვლოგერი როდესაც ხარ, იძულებული ხარ რაღაც რეალიტი შოუში მონაწილეობ თითქოს, სადაც შენ ხარ ყველაფერი და შენი ცხოვრების ნებისმიერი დეტალი შეიძლება რაღაც მომენტში იყოს საინტერესო. ამიტომ ელემენტარულად რო ვზივარ და ვისვენებ, თუ დავინახავ, რომ ბავშვი რაღაცა ისეთ ქმედებაში არის, რაც თქვა შეიძლება საინტერესო იყოს, ან თქვა ველოდები, რომ ისეთ რაღაცას მეტყვის, რამაც შეიძლება შემდეგ საინტერესო დიალოგი გამოიწვიოს, ეგრევე ტელეფონს ვრთავ და ვადგავარ თავზე და ჩემი შვილები სიმართლე გითხრა, ამას შეჩვეულები არიან, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება მათ ვუღებ და ვუგზავნი მამას ემიგრაციაში. შესაბამისად, მათთვის ეს კამერით ხელში დგომა დიდად, ან რეაქცია არა აქვთ, არ იძაბებიან და ასე შემდეგ, მაგრამ ჩემთვის არის ეს შემაწუხებელი, იმიტომ რომ ყოველ წამს უნდა ვიყო მობილიზებული. თუ გიფიქრია, რომ დიდი დოზით საჯაროობა შესაძლოა სასარგებლო სულაც არ იყოს ბავშვებისთვის? ძალიან ვფრთხილობ, რამდენადაც ეს შესაძლებელია. და ძალიან მინდა, რომ მთავარი აქცენტი რეალურად ამ ვლოგის მთავარი მოქმედი პირი ვარ მე და არა ჩემი შვილები და პირდაპირ დარტყმის ქვეშ ვცდილობ დავაყენო ჩემი თავი და რაღაცნაირად მათ აცდეთ. არ იგრძნობა ეს ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში. მიმუშავია როგორც ჟურნალისტს ბავშვებთანაც, ვიცი სად არის ის წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთაც არ შეიძლება და შეძლება ისდაგვარად ეს ყველაფერი ძალიან მეხმარება იმაში, რომ ასე ვთქვათ, დაუკრეფავში არ გადავიდე ჩემი შვილების ცხოვრებაში. თუ შევატყობ იმას, რომ ეს ყველაფერი ჩემ შვილებზე მოქმედებს ცუდად, რა თქმა უნდა, ბლოგი გაიწირება. ბლოგი ისეთი გამოვიდა, როგორიც გინდოდა თუ შეცვლიდი რაიმეს?
ვარ ძალიან გულწრფელი ჩემს აუდიტორიასთან და ეს გულწრფელობა მიფასდება და ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. თუმცა როგორც ჟურნალისტს ახლა მაქვს პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რომ ხან კადრი არ მომწონს, ხან ხმა არ მომწონს, რაღაც ტექნიკური დეტალები არ მომწონს, ხან უბრალოდ სიუჟეტის მიმდინარეობა, ის ქრონოლოგია არ არის ისეთი, როგორიც მე მინდოდა. უფრო მეტი დრო რომ მქონოდა და ეს რომ იყოს ჩემთვის, ასე ვთქვათ, შემოსავლის წყარო და უფრო მეტად ვიყო დაკავებული, ფიქრობ, რომ გაცილებით უფრო უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ხვდები, რომ საზოგადოებას ჭირდება მსგავსი ტიპის ვლოგი. არ არის მუდმივად გაპრანჭვა საჭირო. ვართ ისეთები, როგორებიც ვართ. როგორი რეაქცია გაქვს ნეგატიურ და შეურაცხმყოფელ კომენტარებზე? მე ძალიან მეხმარება ჩემი პროფესია და ის გზა, რომელიც როგორც ჟურნალისტმა გამოვიარე. აი მაგალითად, ჩემი და ამ ვლოგის ქვეშ კომენტარებს არ კითხულობს. იმიტომ რომ მეუბნება, რომ რაღაც საშინელება შეიძლება დაგიწერონ და მე ამაზე უნდა ვინერვიულო და ამიტომ მირჩევნია საერთოდ არ წავიკითხო. ჩემს გვარს მე ვაფრთხილებ, რომ ამ ვლოგის ქვეშ კომენტარები არ იკითხოს, იმიტომ რომ არც მისი მოთმინების უნარის იმედი მაქვს დიდად. როდესაც ხდები საჯარო პირი, ხა გინდა არ გინდა, გიწევს რაღაცების ატანა. შესაბამისად, ძალიან კარგად მაქვს გაცნობიერებული, რომ ყველას ვერ მოვეწონები, ვიღაცისთვის ვიქნები მიუღებელი, ვიღაც გამლანძღავს. თუ ეს, ასე ვთქვათ, მიუღებლობა ლანძღვაში და უცენზურო სიტყვებში გამოიხატება, მაშინ ვცდილობ, რომ ეს ან დავბლოკო, ან წავშალო კომენტარი. სხვა შემთხვევაში კრიტიკისთვის ვარ აბსოლუტურად ღია და არც ისეთი გულჩვილი არ ვარ ახლა, რომ რაღაც მაგალითად მკაცრმა კომენტარმა გული ამიჩუყოს და ამაზე დიდხანს ვინერვიულო. რა თქმა უნდა, თუ ეს სამართლიანი კრიტიკა ძალიან მეხმარება იმაში, რომ რაღაცეები გავაუმჯობესო, თუ სამართლა და უბრალოდ მიზნად ისახავს ჩემს წყობიდან გამოყვანას და განერვიულებას, მაგ შემთხვევაში დიდად რეაქცია არ მაქვს. როგორ ფიქრობ, როგორი დედა ხარ? მოგწონს შენი თავი? არ მომწონს. არ მომწონს, მაგრამ ძალიან რთულია დედობა. აი მართლა ძალიან რთულია დედობა და ძალიან რთულია იყო კარგი დედა. მე ვისურვებდი, რომ ყოფილიყავი გაცილებით უფრო მომთმენი, გაცილებით უფრო მშვიდი, რასაც ვერ ვახერხებ და ამის გამო ვუშვებ ძალიან სერიოზულ და ძალიან ცუდ შეცდომებს, რომელიც აუცილებლად იმოქმედებს ახლო ან შორეულ მომავალში ჩემსა და ჩემი შვილების ურთიერთობებზე. შეცდომების გამოსწორება ვცდილობ, თუმცა მგონია, რომ იმ ხარისხით არ გამომდის, როგორც ვისურვებდი. ის შეცდომები, რომელიც დაუშვა ჩვენმა მშობლებმა ჩვენთან, შემდეგ ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, ხშირ შემთხვევაში ვუშვებთ ჩვენ შვილებთან. მე მზრდიდნენ საკმაოდ მკაცრად. იმის მიუხედავად, რომ ძალიან ვცდილობ, აი, ჩემს დროს მაინც და მაინც დიდად პრიორიტეტული და ძალიან საინტერესოც ბავშვების აზრი არ იყო საზოგადოებისთვის. ხან გვისმენდნენ, უფრო მეტად გვაიგნორებდნენ და დღეს ვცდილობ გაცილებით უფრო მეტად მოვუსმინო ჩემს შვილებს და ვიყო უფრო ლიბერალური, თუმცა ზუსტად იმ წარსული გამოცდილების გათვალისწინებით და ზუსტად იმ გზის გათვალისწინებით, რაც მე როგორც ბავშვს გამოვლილი მაქვს, ვერ გამომდის ეს იმ დოზით, რა დოზითაც ვისურვებდი. დედა ჩემი მაგალითად თვლის, რომ ჩემ შვილებს უფრო რბილად ვექცევი და ესეთი განებივრებაც არ არის მთლად საჭირო. არა და საერთოდ არა ვარ ისეთი დედა, რომელიც ანებივრებს ბავშვებს. დედა ჩემი იყო ძალიან ისეთი დაფეთებული, ვეტმფრენი დედა, რასაც ეძახიან, მუდმივად თავს დამტრიალებდა, მუდმივად შფოთავდა და ეს ყველაფერი მეც გამომყვა ჩემ შვილებთან დაკავშირებით, მაგრამ მაინც ვცდილობ, რომ ეს ჩემი შფოთვები რაღაცნაირად მოვთოკო. სამწუხაროდ გარემო ხელს არ მიწყობს, იმიტომ რომ ისეთ რეალობაში ვზრდით ბავშვებს, რომ ყოველ ნაბიჯში ჩასაფრებული არის რაღაც უბედურება და მუდმივად უნდა იფიქრო ცუდზე, რომ ეს ცუდი არ მოხდეს საბოლოო ჯამში. არასწორი მგონია, როდესაც დედები რაღაცნაირად ცდილობენ, რომ კოლბაში გაზარდონ ბავშვები, ყველანაირი სტრესს არიდონ და ასე შემდეგ, იმიტომ რომ შენ თუ აი ამ კოლბაში გაზრდი ბავშვს, გინდა თუ არ გინდა ადრე თუ გვიან ამ ბავშვს აუცილებლად მოუწევს საზოგადოების მკაცრ დამოკიდებულებასთან შეხება. აუცილებელია ის, რომ ბავშვმა
ისწავლოს ეს ურთიერთობები რეალურ ცხოვრებაში და ყველაფერზე არ ვიძახოთ, რომ ვაიმე ამაზე უარს ვერ ვეტყვი, იმიტომ რომ მე მანდ არ დაისტრესოს. კი, ის სტრესის ის დონე, რომელიც მას არ დაანგრევს, არ ჩამოშლის და რაღაც არ გაანადგურებს, უნდა გაიაროს, უნდა გადახარშოს. თეკლა მეუბნება, დედა, შენ ხარ საზიზღარი დედა, ხანდახან. როცა ძალიან გავაბრაზებ და მე ხსნის, რატო ვარ საზიზღარი დედა. ამას მე მაგალითად ჩემ დედაჩემს ვერ გამუბედავდი. ეს არ არის უზრდელობა, ეს არის ბავშვის გულწრფელი ფრაზა, რომელიც უნდა განიხილოს მერე მშობელმა და შვილმა, რომ რატო ვარ იმ მომენტში მისთვის საზიზღარი დედა. და რაღაცის უფლება რომ არ მივეცი, რატომ არ მივეცი და რატომ არის ეს მისთვის უკეთესი. რამდენად რთულია დედობა სამსახურის გარეშე? ძალიან რთულია რა. და იმდენად ჩემი შვილებისთვისაც რაღაცა უჩვეულო მდგომარეობა ეს ჩემი სახლში ყოფნა, მუდმივად მეკითხებიან, რომ დღესაც სახლში იქნები, რომ მოვალთ, დღეს არ მიდიხარ არსად, სამსახურში აღარ მიდიხარ. ცხადია, ვეძებ სამსახურს, თუმცა ამ ეტაპზე, როცა ირგვლივ ერთი-მეორის მიყოლებით ქრება ვაკანსიები, ცოტა არარეალისტური მგონია. მაგრამ არ ვიცი. მე ზოგადად გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და მაინც მგონია, რომ თუ ამაზე უფრო კარგად მოვინდომებ, ყველაფერი კარგად იქნება. ამ ვლოგის მომავალი ასე წარმომიდგენია, რომ თუ ეს ყველაფერი განვითარდება, თუ საზოგადოება შეხედავს, რომ ეს მათთვის არის საჭირო და გახდება უფრო პოპულარული, სავარაუდოდ შემდეგ უკვე მექნება იმის შესაძლებლობა, რომ თანამშრომლობა შევთავაზო სხვადასხვა კომპანიებს და ეს ვლოგი გახდეს შემოსავლიანი და მინიმუმ თავისი თავი, ასე ვთქვათ, არჩინოს. მაგრამ ცოტა ახალბედა ვარ ამ მხრივ და არ ვიცი საიდან დავიწყო, არ ვიცი როგორ უნდა გავაგრძელო, ვის უნდა მივმართო, ასე ვთქვათ, სიბნელეში ხელისცეცებით ვიკვლევ გზას და რაღაც განვითარება თუ ვერ პოვა, ვერ ვიპოვეთ სპონსორი, ვერ თუნდაც ის ერთჯერადი შემოსავალი ვერ მოიტანა ამ ვლოგმა. რაღაც ეტაპზე ალბათ გავჩერდები მეც, მაგრამ ჯერ ამაზე ფიქრი არ მინდა და იმეც ვიტოვებ, რომ ამ ვლოგის ხარისხი და შინაარსი დააინტერესებთ კომპანიებს. თუ თვლით, რომ ეს ვლოგი არის საინტერესო, თუ თვლით, რომ არის საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი, მაშინ ძალიან გამიხარდება თუ თქვენს წვრილს შეიტანთ, ვითანამშრომლებთ, ან დაასპონსორებთ, ან შესაშვალებას მომცემთ, რომ თუნდაც ერთჯერადი თანამშრომლობით ასე ვთქვათ, უფრო სიცოცხლის უნარიანი გავხადო ეს ეპიზოდები, ეს ვლოგი, ძალიან სასიამოვნო იქნება. როგორ აფასებს მეუღლე ვლოგს? აკრიტიკებს თუ მოსწონს? ეს ვლოგი თვითონ მოსწონს ჩემს ხმარს ძალიან. დიდი ინტერესით ელოდება ყოველ სამშაბათს საღამოს 8 საათზე, იქაური დროით ეს გაცილებით უფრო ადრეა და ერთი სული აქვს სამსახურიდან როდის მოვა და როდის ჩაუჯდება ამ ახალ ეპიზოდს, მონატრებული ოჯახის წევრებს, როდესაც ხედავს ბავშვებს და რაღაცნაირად, ასე ვთქვათ, მონატრების შეგრძნებას უფრო იქარწყლებს ამ ვლოგით. თუმცა პირველ ეტაპზე განსაკუთრებით ჰქონდა ძალიან დიდი რაოდენობის კრიტიკული შენიშვნები. ზოგი საინტერესო, ზოგი მაინც დიდად საგნობრივი არა. ზოგი იყო ჩემს კომპეტენციაში ძალიან უხეში შემოჭრა და ვეუბნებოდი, რომ ამაზე ხა შენზე კომპეტენტური მე ვარ და თავი დამანებენ, ჩემს მოედაზე ნუ გადმოდიხარ. სხვათა შორის ესეთი საინტერესო შენიშვნებიც ჰქონდა, რომელსაც შემდეგ ვცდილობდი, რომ გამეთვალისწინებინა. რომელია შენთვის ყველაზე საყვარელი ეპიზოდი 25-დან? ჩემი ყველაზე საყვარელი ეპიზოდი არის ის ეპიზოდი, სადაც ყვები ლეჩხუმზე. რომ ლეჩხუმი არის ჩემი სიყვარული. რაჭა არ არის, არც სვანეთი, იმერეთი მით უმეტეს. ეს არის ლეჩხუმი, აბსოლუტურად განსხვავებული კუთხე. გიჟდები ქაურობაზე ძალიან მიყვარს, არ მყოფნის ის, რომ ზაფხულში ჩავდივარ ეს რამდენიმე კვირით
და ხანდახან ძალიან რომ მომენატრება ხოლმე ჩავრთავ და ვუყურებ აი ამ ლეჩხუმის ეპიზოდს და ასე მგონია რომ იქავარ. ზოგადად ვარ ძალიან კრიტიკული ჩემი სიუჟეტების და ეპიზოდების მიმართ. ბევრ ეპიზოდთან დაკავშირებით მაქვს განცდა რომ ამის გაკეთება უკეთესად შეიძლებოდა კადრობრივადაც, შინაარსობრივადაც. თუმცა რაც არის რასაც კაჩავს ამ ეტაპზე ჩემ ტელეფონი ეგ არის. რითი განსხვავდება 40 წლის თამთაჯანაძე 20 წლის თამთასგან? სხვათა შორის ეს 40 წელი ყოფილა არაჩვეულებრივი ასაკი. ძალიან კარგად ხვდები რა გინდა. აღარ აქცევ ყურადღებას ამ ზედმეტ კომენტარებს, ზედმეტ შეფასებებს, ზედმეტი ადამიანების მოსაზრებებს არ ითვალისწინებ. და ძალიან შვიდად და წყნარად აგრძელებ ცხოვრებას და ცდილობ უფრო მეტად ორიენტირებული იყო შენს თავზე, შენს სურვილებზე და არ იცხოვრო სხვისი კარნახით. მქონდა ეს პრობლემა, რომ ის რა სიტყვის, ის რა სიფიქრებს, იმას თუ მოეწონება, მოეშვი რა, არ მოეწონება, ნუ მოეწონება, ცივი წყალი არსებობს, დალიოს. უფრო მეტად თავდაჯერებული გავხდი, უფრო გავთავისუფლდი ზედმეტი კომპლექსებისგან. უფრო ნაკლებად მაინტერესებს მაგალითად ვიღაც მეზობელი ბონდო რა სიფიქრებს ჩემზე და ცხოვრება გახდა გაცილებით უფრო სასიამოვნო. თუ არ ჩავთვლით გარემოს, რომელიც მუდმივად, აი ჩასაფრებულია და ცდილობს დაგსტრესოს, ცდილობს მუდმივად ნეგატივი შემოიტანოს შენ ცხოვრებაში და ამას თუ თვალს არიდებ, უსაგნო პოზიტიურობა ისეთივე გამაღიზიანებელია, როგორც მუდმივი ნეგატივი. ამიტომ მე მაინც მგონია რომ რაღაცნაირად უნდა გაუმკლავდე ამ სტრესულ გარემოს და უნდა მოვახერხოთ რომ ეს სტრესული გარემო როგორმე შემოვატრიალოთ და უსაგნო პოზიტივიზმით კი არ დავკავდეთ, არამედ მართლა პოზიტიური გავხადოთ ის სიტუაცია და ის ვითარება, რომელშიც ცხოვრობთ, ის რეალობა. რითი განსხვავდება ჩემი აუტანელი ოჯახის ვლოგი სხვა ვლოგებისგან? არ გავურბივარ საჩოთირო თემებს. იმ თემებს, რომელზე საუბარსაც როგორც წესი ქალები, დედები ერიდებიან. როდესაც ამ ვლოგს ვიწყებდით, ამ ვლოგის გადაღებას ვიწყებდით, გადავხედე ქართულ ინტერნეტ სივრცეში მსგავსი თუ იყო და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ რაღაცნაირად აი პრობლემური თემები, აი ესეთი უხერხული თემები მაინც მიჩქმალულია, მაინც ამაზე საუბარს გაურბიან ქალები, მაინც რაღაც ეუხერხულებად უწევენ ანგარიშს ხან ოჯახის წევრებს, ხან თვითონ არ გრძნობენ კომფორტულად ამ საუბრის პროცესში თავს. ამიტომ მგონია, რომ აი ეს გულწრფელობა, რაც ამ ვლოგს აქვს, რასაც ვფიქრობ, ვამბობ, არის მისი ნიშა. გაცილებით უფრო საუხერხულო თემები გელოდებათ, რომელზეც როგორც წესი ქალები, დედები არ საუბრობენ, არადა ამაზე საუბარი არის ძალიან საჭირო, ზუსტად იმისთვის, რომ დედებმა თავი კარგად იგრძნონ, შვილებმაც კარგად იგრძნონ თავი და ოჯახები გახდეს უფრო მეტად ლაღი, ბედნიერი და უფრო გაუადვილდეთ მათ ცხოვრება ამ ძალიან რთულ პერიოდში.